7 მიზეზი უშვილობის სპეციალისტთან, ანუ რეპროდუქტოლოგთან ვიზიტის დასაგეგმად. თუ კი რეგულარული სქესობრივი კავშირის ფონზე 1 წლის მანძილზე ორსულობა არ დგება. თუ თქვენი ასაკი აღემატება 35 წელს, მაშინ ეს პერიოდი მცირდება 6 თვემდე. ხოლო თუ კი თქვენი ასაკი 40 წელზე მეტია, აქ მოსცილი ტაქტიკა არ არის რეკომენდებული და უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. თუ 1 წლის მანძილზე მკურნალობთ გინეკოლოგთან და ორსულობა არ დგება. თუ ანამნეზში გაქვთ 2 ან მეტი თანმიმდევრული თვითნებითი აბორტი, მაგრამ თუ კი თქვენი ასაკი აღემატება 35 წელს, აქ უკვე თუ კი გაქვთ 1 თვითნებითი აბორტი ანამნეზში, მაშინ უნდა მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. თუ გაქვთ მენსტრუაციული ციკლის სხვადასხვა დარღვევები და ასევე გაქვთ რეპროდუქციული სისტემის დიაგნოსტირებული სხვადასხვა დაავადებები, როგორიც არის საკვერცხეების პოლიცისტოზის სინდრომი, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს სკვანძოვანი მიომა, საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი, ან თუ გაქვთ დიაგნოსტირებული ფალოპის მილების პრობლემები. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელშია და არ დაკარგოთ თქვენი ძვირფასი დრო.